წინა კვირაში 5 ოვერდოზი მოხდა. გთხოვთ მიასცეთ ახსნა ეს პრობლემა. ზოგადად პრობლემა არ არის არც ერთი ნარკოტიკული საშუალება მეგობრებო. აი ზუსტად ეგეც ხო იმის ამბავია, რომ ადამიანებს არ აქვთ არასოდეს არც ერთ ესეთ მტკივნეულ თემაზე საშუალება, რომ ღიად ილაპარაკონ, მათ შორის ადამიანებს ინფორმაცია მიაწოდონ, რომ მაგალითად აფთიაქში რო წამალს ვყიდულობთ, ნებისმიერი ქიმიური საშუალება, უამრავი ქიმიური საშუალება შეიძლება იყოს უზარმაზარი რისკის შემცველი. მაგრამ ჩვენი ზუსტად ვიცით, რას ვყიდულობთ, რა დოზებით ვყიდულობთ, შერჩეული გვაქვს და ამაზე ფარმაცევტული მწარმოებელი კომპანია არის პასუხისმგებელი, რომ რას ვყიდის. ხო და ამ მთელი ჩვენი ნარკოპოლიტიკის კატასტროფული პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელი ფაქტობრივად ვერ არათუ არ ენდობა იმ პროდუქტის მომწოდებას, არამედ არავინ არ არის პასუხისმგებელი რა იქნება და ფაქტიურად აი უზარმაზარ რისკზე მიდის. ანუ ძირითადი პრობლემა ჩვენი ნარკოპოლიტიკის არის ის, რომ ადამიანებმა, ანუ მომხმარებლებმა ფიზიკურად არ იციან და პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებენ ვერავის. ნუ იცით, რომ ალბათ რა ფორმით ხდება ზოგადად ნარკოტიკების შეძენა ამ ქვეყანაში და რამხელა რისკთან რამხელა რისკს უკავშირდება, რომ დამოკიდებული ხარ ვიღაც უცნობი ადამიანის კეთილსინდისიერებაზე, რომ ის შენ არ მოგკლავს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რომც კეთილსინდისიერი იყოს, შენ არ იცი, რომ წინა მომწოდებელი იყო თუ არა კეთილსინდისიერი, ანუ მანამდე რას შვებოდი და სინამდვილეში ეს განსხვავებები დოზირებებში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა იმისგან, გამყიდველისგან ნაყიდი ნივთიერება შეიძლება იმდენად განსხვავდებოდეს კონცენტრაციებით ერთმანეთისგან, რომ ადამიანი გარდაიცვალოს, რა ვიცი, მაგალითად უფრო პატიოსანი ჭყალებში ბარიგისგან ნაყიდი წამლის მეშვეობით, იმიტომ რომ იმან ნაკლებად გააზავა შაქრით თუ კრახმალით ესა თუ ის საშუალება. ხო და აი ეს ყველაფერი ხო სინამდვილეში აი იმ უაზრო და უსამართლო წესრიგის შედეგია, რომელზეც დღეს მე ახლა წინა ერთ საათი ფაქტიურად ვლაპარაკობდი, რომ არის საკითხები, რომლებსაც ტაბუ აქვს დადებული, ანუ სიმართლე არავის არ აინტერესებს, ადამიანები არ გვიყვარს ფაქტობრივად აი წეგან, რასაც ყველა თემას ეს უკავშირდება რა. შენ თუ სიმართლეს არ აფასებ, ადამიანი არ გიყვარს, ამ თემაზე შეგიძლია რომ არ ილაპარაკო. ანუ ვაფშე ხმა არ მოიღო და ფეხებზე დაიკიდო ის თუნდაც 5 ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, ის ათასობით ადამიანი, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში წლების გამო გარდაცვლილა, იმიტომ რომ თლიანად საზოგადოება არის რაღაცნაირად მინდობილი მოძალადე სახელმწიფოს, რომ ის ძალის მეშვეობით, რა ვიცი, გავხედნის ან გავწვრთნის, რომ ჩვენი მონაწილეობა საჭირო არ არის, ჩვენი შვილებისთვის რაღაც ცოდნის მიცემა ამაზე საჭირო არ არის და ის რაღაცა ვითომ რა, რომ ჩვენ ხო ისეთ შვილებს არ გავზდით კაცო, რომ ისინი რაღაცა როდესმე ნარკოტიკს მიეკარონ. ჩვენ ხო ისეთი შვილები უნდა გავზარდოთ რაღაცა ჰალსტუხებით რო ივლიან და ყველა იმის პოლიციელის მითითებას რომ ზედმიწევნით შეასრულებენ და მასწავლებელი რასაც ეტყვის, ის მათთვის კანონი იქნება. ჩვენ ხო ესე ვზრდით ჩვენ შვილებს. ხო და შესაბამისად მე რო აღმოჩნდება რომ გავფეილდით და არ გამოვიდა ეს ამბავი, მე წავიდა ის რაღაცა იყიდა, არც იცოდა რა იყიდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, როგორ უნდა, მათ შორის როგორ უნდა დაეფასებინა საკუთარი სიცოცხლე, ან არ ვიცი როგორ უნდა ქონოდა მცდელობა მეგობრის გადარჩენის, თუნდაც. აი თქვენ ხო გახსოვთ მაგალითად ჩვენ რო ვცდილობდით რომ ნალოქსონი ესეთი პრეპარატი, რომელიც მათ შორის აი ფენტანილის შემთხვევაშიც ძალიან ხშირად გამოიყენება როგორც ანტიდოტი. ანუ აი ეს ანტიდოტი წამალი, რომელიც გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენება. ამ წამლის აფთიაქში ყიდვაც კი ამ საზოგადოებაში ცოტა ხნის წინ იყო არაკანონიერი. ადამიანის გადასარჩენად, ანუ რომელიც არაფერს თვითონ არანაირ იმას რა ქვია, არ იწევს არანაირ ეიფორიულ მდგომარეობას. უბრალოდ არის რა ქვია მაგალითად ანტიდოტს ქართულად შეიძლება რამე ქვიდეს ანტიშხამი, მოდი ესე ვთქვათ, ან რაღაცნაირად მხოლოდ გადარჩენისთვის გამოიყენება. ჩვენ დაგვჭირდა არ ვიცი რამდენი თხოვნა სიარული შსს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, ქოცების სხვადასხვა ასე ვთქვათ რაღაც თანამდებობის პირები, რომ
ელემენტალურად აი ეს მორალურად აგვეხსნა რომ ეს უბრალოდ სწორი არ არის და ამაში დაგვეხმარა იმ ადამიანის გარდაცვალება TV პირველის ოპერატორის გარდაცვალება რომელზეც გამოჩნდა რომ ვიღაცა შედიოდა აფთიაქში უნდოდა რომ ეყიდა ეს ანტიდოტი და რეცეპტის გარეშე არ აძლევს ამ საზოგადოების უმრავლესობა აბსოლუტურად არც ერთ თემაზე არ ფიქრობს და არ აინტერესებს სიმართლე ანუ საჯაროდ ფიქრზე უარი აქვს ნათქვამი, სიმართლე არ აინტერესებს და ფეხებზე კიდია მოყვას. და ეს ყველას ეხება. ანუ პირდაპირ, ანუ ყველა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი არაფერი განსხვავება არ არის. არც ნაცებს და კოცებს, არც ოპოზიციის შიგნით, არავისთან განსხვავება არ არის. ფენიქს როჯერი ეკითხება, ბარიგებმა პასუხი აგეს, ჩასხდნენ ციხეში ნარკოტიკის იმპორტიორებმა, მათმა მფარველებმა. ხო და მაგაშია საქმე რა რომ ანუ თქვენ გინდათ რომ ვიღაცა კონკრეტული განტევების ვაცი მოძებნოთ და არ ვქოთ ამ განტევების ვაც ხან ბარიგა ხან არ ვიცი მიშა ხან ბიძინა ხან ვინც გინდა დაარქვათ მაგრამ თქვენ არასოდეს არ უნდა იყოთ პასუხისმგებლები ანუ თქვენ კონკრეტულად რა მაგალითად თქვენ კონკრეტულად ვინც საკუთარ შვილებს ზოგადად არასოდეს პრობლემების შესახებ არ ელაპარაკებით ზოგადად რომ რაღაცის გეშინიათ, მაგრამ რისი გეშინიათ არ იცით. როგორ შეიძლება ამ საშიშროებას რაღაც თვალებში შეხედო და მე აიცილო, ანუ თითქოს რაღაც იმედი რო გაქვთ, რომ თქვენს ოჯახებს არასოდეს არ შეეხება. ხო შეეხება, როდესღაც ვიღაცას ხო შეეხება. მიუხედავად იმისა, ის რას ფიქრობდა და ამაზე არავის არ გინათ ლაპარაკი. ამდენი წლის განმავლობაში ლაპარაკობდით და ამითგან რა დავიმსახურეთ ნარკომანების იარლიყი მოგვარტყა უმრავლესობამ და ამაზე იმუშავა კიდე მედიამ და რა ვიცი ჩვენმა ოპონენტებმა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და რა ვიცი სანამ განტევების ვაც ეძებთ ბარიგების, მეფეების და ასე შემდეგ. არა, ჩვენშია პრობლემა. რო არ ლაპარაკობთ რეალურ პრობლემებზე, რო არზე არ ხართ სინამდვილეში ადამიანის სიკვდილს და ტანჯვას რა იწევს და ისეთ რამეს აბრალებთ, ნარკოტიკს აბრალებთ, იმას რაც თქვენი ბრალია. ანუ სულ ეგრე იქნება. ლეგალიზაციის მერე დაიწყება პროცესი, რომელიც იდეაში გამორიცხავს აი ამ შემთხვევებს. ანუ ლეგალიზაციის მერე, ლეგალიზაცია რას ნიშნავს, რომ ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ კანონიერად ისეთ საშუალებებზე, რომლებიც მათთვის იქნება უსაფრთხო. საჭირო არის, რომ ადამიანებმა გავბედოთ და წარმოვიდგინოთ, რომ თუნდაც ნარკომომხმარებლები არ არიან თვითმკვლელები. ანუ იმ შემთხვევაში თუ მათ ეკნებათ უსაფრთხო ნივთიერებებისადმი ხელმისაწვდომობა, ისინი ბევრად უფრო რაციონალურად მოიქცევიან და თავს არ მოიკლავენ. ეს არის ლეგალიზაციის ალბათ რაღაცნაირი მთავარი შედეგი და მერე უკვე პასუხისმგებლობები ყალიბდება, ხო? ანუ თუ მაგალითად ვიღაცა კანონიერად აძლევს შესაბამისად, ის ადამიანი ხდება პასუხისმგებელი, როგორც აფთიაქის თანამშრომელი არის პასუხისმგებელი, რომ რაღაცას რო წამალს რო ყიდის და თან რო ინსტრუქციასაც ფაქტურად ზეპირსიტყვიერად აყოლებს, რომ იცით როგორ უნდა მიიღოთ ეს რაღაცა, ექიმმა დანიშნულება დაგიწერათ, მე ხომ არ დაგეხმაროთ. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცა ამაში ეხმარება, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციაში დარეკოს და რაღაც ინფორმაცია მიაწოდოს, რაც ასცივსე დიდი ხნის წინ ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხო და არ ვიცი დღესაც შეიძლება რაღაცა შემთხვევებში ასე იყოს. ხო და ეს არის ლეგალიზაციის შემდგომი პროცესის შედეგი, რომ რაღაცნაირად ყველაფერი გამოდის მზის შუქზე და მზის შუქზე აი ის უბედურებები, რომელიც სიბნელეში ხდება ხოლმე, ნაკლებად არის მოსალოდნელი. ჯერმისი კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს ლეგალიზაცია ნიშნავს ლეგალური კონტროლის დასწრებას სახელმწიფო დონეზე და ასე იქნებ გაიგოს ხალხმა. მეტი სწორი გზა არ არსებობს. ანუ ესეც ნარკოტიკების ბოლო პერიოდში ამ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხება რა, თქობა ეს დისკუსია და ლეგალური ნიშნავს კონტროლირებას. კი, ლეგალური ნიშნავს ხო ეს რა ქვია მიკვლევაც მათ შორის, ანუ უნდა მიაკვლიო ვინ არის პასუხისმგებელი რაღაც უბედურებაზე. ანუ ადამიანი რომ გარდაიცვლება, მაგალითად არ ვიცი თქვა, მოიწამლე რესტორანში. იმიტომ რომ ამ რესტორანმა რა ვიცი გაფუჭებული საჭმელი გაჭამა. ეს რესტორანი არის პასუხისმგებელი შენს წინაშე რომ ზიანი მოგაყენა და ამ ზიანის კომპენსირება უნდა მოახდინოს. ზუსტად ასევე თუ ვინმე
რავი, ადამიანს მაგალითად ჰეროინის ნაცვლად ფენტანილის და რაღაცის ნაზავს მიყიდის, რომელსაც შეიძლება დოზირებაში კონდეს პრობლემა, ანუ ის ადამიანი გახდება პასუხისმგებელი და თუ ვიღაცა ფენტანილს ყიდულობს, მაშინ მინიმუმ იმას ის მაინც ეცოდინება, რომ ძალიან ზუსტად უნდა განსაზღვროს დოზირება და ეს ნახდათ ფენტანილი უნდა იყოს, ამ ფენტანილს ზუსტად განსაზღვრული რაღაც კონცენტრაცია უნდა ქონდეს მითითებული, რომ ადამიანმა შეძლოს ელემენტალურად რაღაცნაირად საღიაზრის დონეზე რაღაცა მოხმარება და რაღაცა თვითმკვლელის როლში შესვლა. ანუ ეგ არის რეალურად ლეგალიზაციის საბოლოო რაღაცნაირი შედეგი, რომელიც მთლიანად საზოგადოებისთვის არის კარგი.